გავაგზავნოთ. დღევანდელი შეხვედრა უკვე 15 წელია კომპანია ვერონა ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ქართულ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ავეჯს სთავაზობს. წელს ვერონამ ასორტიმენტი უფრო განავითარა და მასზე წვდომა ავეჯის ყიდვის მსურველებს უკვე აქვთ. კომპანია ვერონას დამფუძნებელი მამუკა ძიძიგური იმყოფება ახლა შუადღის სტუდიაში და ის უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მოწვევისთვის. როგორც ხედავ ახალ სტუდიაში იმყოფები და მე როგორც ამ სფეროსთან ასე ვთქვათ ნაწილობრივ დაკავშირებული კაცი მომწონს თქვენი სტუდია, როგორც ჩანს დაეთქო ახალი ხელმძღვანელობის ხედები. ნამდვილად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ვერონა. კი ბატონო, პირველ რიგში მე მინდა კითხოთ, აი მარიამ როგორც აღნიშნა, 15 წელია უკვე არსებობდა 14 წელია და მე-15 დაიწყება რომ დავიწყოთ თქვენთან საუბარი, როგორ ჩამოყალიბდა საერთოდ გეტყვით მოგახსენებთ, არაფერი განსხვავებული აქვს, როგორც ქართულ რეალობაში ხდება, მეგობრები შექსპირთან არაფერი შუაში არ არის ვერონა. არა, შექსპირთან არაფერი შუაში არა, უბრალოდ რაღაც ლამაზი სახელი რაღაც ჩვენ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დავითანხმეთ ახლა პარტნიორები. ასე მეგობრებმა გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებენ ეს კომპანია, ჩვენ რაღაც აი ამ სფეროში მოღვაწეობდით, ასე ვთქვათ, უბრალოდ სხვა მიმართულებით და უბრალოდ ის პერიოდი იყო, როცა ითხოვდა ქართული რეალობა და ქართული მარკეტი რაღაცა სიახლეს და აი ვერონა გამოჩნდა აი მოცემულ დროს და მოცემულ ადგილას, ასე ვთქვათ რა. ეს არის მეგობრების იდეა, მეგობრების დაფუძნებული კომპანია და ახლა ქართულ რეალობაშიც და ყველგან მოგეხსენებათ, რომ მეგობრობა ფუნდამენტურ ღირებულებებზე არის დაფუძნებული და გადადგავს. ჩვენი პარტნიორები და ჩვენი კომპანია აი ამ გენერალური ხაზით მივდივარ და არასდროს არ გადაგვიხვევია ამ ხაზიდან, რასაც ღირებულებები ქვია. ჩვენთვის ყველა კონკურენტი არიან, რა თქმა უნდა, კონკურენტი ჩვენზე წინ არიან, ჩვენზე უკან არიან, მე ახლა სახელებს არ დავასახელებ კომპანიის. ჩვენთვის ნებისმიერი კონკურენტი, რომელიც ჩვენზე წინ არის, პატივისცემას იმსახურებს, გამოდენქენ ყველა ჩვენ თანაბარ პირობებში ვართ, დღევანდელი მოცემულობა ჩვენ ქვეყანაში გვაძლევს ამის საშუალებას, რომ კონკურენტები თანაბარ პირობებში ვიყოთ და თუ ვინმე ჩვენზე წინ არის, ეს მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს ჩვენგან რა. არასდროს არ ყოფილა ვერონას ამ დამფუძნებელს ან თანამშრომელს რაღაც აუგი ეთქოს რომელიმე კომპანიასთან დაკავშირებით და ჩვენი გზით მივდივართ და ჩვენ გვაქვს ჩვენი ამორჩეული გზა და ჩვენ ამ გზიდან გადახვევას არ ვაპირებთ. მინდა გითხრათ ორივე როგორ იბადება საერთოდ აი პროდუქტი როგორ ხდება ჩვენთან რა სალონში და როცა ჩვენ ვამბობ ამ შემთხვევაში ჩვენს კონკურენტებსაც მოვიაზრეთ რა აი იმიტომ რომ მარტო ჩვენ არ ვაკეთებთ ამ პროდუქტს და არ ვქნით რა სადღაც აი დავუშვათ მილანში რაღაც დიზაინერის მოვიდა იდეა, მოგზა მოვიდა და რაღაცა შექმნა რაღაც დიზაინი. ამის ირგვლივ იქნება დანადგარები, ტექნოლოგიები, იწარმოება ყველა მილიმეტრი, სანტიმეტრი, აი ძალიან სკრუპულოზური მუშაობა მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით და ეს პროდუქტი ხდება ყველაზე დიდ გამოფენაზე ამ სფეროში. თქვენს მოგეხსენებათ ეს მილანის საერთაშორისო გამოფენა, სადაც ყველა ჩვენი ექსპორტიორი, ასე ვთქვათ, წარმოდგენია თავისი სტაფით, თავისი და ჩვენ ეს უნდა დავინახოთ ეს ახალი პროდუქტი და უნდა დავინახოთ, შევაფასოთ და ეს შემდეგ აისახება ჩვენთან სალონში. მარტო ასახვა არ არის. ამას შესაბამისად როგორც თქვენ სტუდიაში გარემო ჭირდება, მოწყობა ჭირდება, დაალაგება ჭირდება, აქსესუარები, აი ძალიან ბევრი ნიუანსი. რასაც ჩვენი სტაფი, ჩვენი გოგოები, აი ახალი კლასის პროფესიონალები. შოურუმი რაც მთავარ ეფექტს ახდენს. გოგოები აკეთებენ ყველაფერს. მნიშვნელოვანია რა. კი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. განათება, ფერები, ფორმები, ამაზე დგას ეს ყველაფერი. ადამიანი რა თქმა უნდა, კი. და ჩვენი გოგოები, რომელიც ამ პროდუქტს წარმოაჩენენ სწორად ასე ვთქვათ, რა, ამაში იღებენ მონაწილეობას. კონკრეტულად აი პროდუქტი ვთქვით და კონკრეტულად რომელ ბრენდებს ძალიან ბევრი. აი იცით რა არის, ალბათ რაღაც რამოდენიმე ბრენდი შეიძლება რა თქმა უნდა. ჩვენ ყავს დაახლოებით 50 პარტნიორი რა. ეხლა 14 წელს განმავლობაში ასე ვთქვათ, კრიფავთ პროცესში ამ პარტნიორებს რა. თვითონ ბაზარი არ გაძლევს საშუალებას ერთ ადგილზე გაჩერების. ერთ ადგილზე გაჩერება ნიშნავს უკანსვლას რა. აი თუ გახსოვთ ეხლა თქვენ ჩემთან შედარებით ასაკით პატარები ხართ, ბაბუას რო ყავდა 0,6 მანქანა, შვილიშვილის ოცნებდა 0,6 უნდა ატარებდა და კარგ შემთხვევაში 0,9 0,7 და ნუ დღეს ახლა იმ ხელა არჩევანი ესეთი კონკურენცია არის, რომ ჩვენ აი ერთ ადგილზე გაჩერების საშუალება კი უფლება არ გვაქვს ესეთი რაღაცა არის. მე ყველა ექსპორტიორი გარკვეულწილად ახლა ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვარ და ჩვენ ქვეყანამ ბევრი რამე მოგცა, ხო, დავდივართ, გვიყვარს, რაღაცა ჩვენც ვალდებულებები გვაქვს ჩვენ ქვეყანასთან. ჩვენ ის პროდუქტი რაც არის, მომხმარებლის გემოვნებასთან დაკავშირებითაც ერგება, ჩვენ ის არ უნდა მოვაკლოთ, ჩვენთან ეს უნდა იყოს.
აი ხო გითხარით, ნახოთ 50 პარტნიორი იყოს. ყველა პარტნიორი აღნიშნავს ქართული მომხმარებლის მაღალ გემოვნებას და სტანდარტებს. ეს არ არის მარტო ამიერკავკასიაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, რა ჩვენი მომხმარებელი აი აღიარებულია, როგორც აი მაღალი გემოვნების და მაღალი სტანდარტის მომხმარებლად რა. ამ შემთხვევაში ქართველები როგორც ბევრ სხვა რაღაცაში ძალიან ნიჭიერი ხალხია. ბატონო მამუკა, იცით რა მინდა გითხრათ, ესე როგორც აღნიშნეთ უკვე 14 წელია ოპერირებთ ქართულ ბაზარზე და თქვენი აზრით და შეფასებით რა თქმა უნდა, როგორია თქვენი როლი ქართული მომხმარებლის წინაშე და ვიტყოდი რომ საკმაოდ ვალდებულებას ვიტყვი და არა როლს, რასაც ცოტა ხნის წინა იმაში გარკვეულწილად გავეცებ. ჩვენ უფრო ვალდებულება გვაქვს მომხმარებელთან რა, ჩვენთან არ არის ძვირად ღირებულები ნივთები ასე ვთქვათ ვერონაში, მაგრამ ის რომ რაღაცა აი კლიშე რომ ვერონა რაღაცა ისეთი არ არის ნამდვილად ეს მომხმარებელმა უნდა შეაფასოს. ახლა შავი პარასკევი მოდის და რაღაც არის დიდი ფასდაკლებები, რა თქმა უნდა ჩვენც ვართ ამ აქციაში ჩართულები, მაგრამ ძირითადად მაინც მომხმარებელთვის მნიშვნელოვანი არის ბარცე რამდენი ჩამოიჭრება ახლა და არის რამდენი პროცენტიანი პასდაკლება არის რა. ანუ აი ახლა ძალიან დინამიური კომპანია არის, რა თქმა უნდა მოძრაობების დიდი ყველგან შედის, მაგრამ არ არის ეს რაღაცა მაისულის ყიდვაზე აქვს. უნდა იყიდოს ნივთი, რომელიც მრავალი წელი ემსახურება მას და მის ოჯახს და ეს არის კომფორტის სფერო, ასე ვთქვათ რა და შერჩევის პროცესი საკმაოდ ეს როგორ ხდება, იცით? ახლა უფრო ახალგაზრდები წამოვიდნენ წინა პლანზე ასე ვთქვათ, შეიძლება რომ აი ახალგაზრდები იღებენ გადაწყვეტილებას, ახალი თაობა წამოვიდა, ახალი ხედვები წამოვიდა და ჩვენ ხელს უწყობთ ამას განვითარებაში. ახლა ახალგაზრდა დიზაინერები მოიყვანეს, სტუდენტები, ბავშვები, რომელიც მინდა რომ რაღაცა ხელი შეუწყო ზრდაში, განვითარებაში. ჩვენთან მუშაობენ მომხმარებელს თავაზობთ უფასო დიზაინს. თვითონ მოწყურებულები არიან ეს ბავშვები, ხო ხდება ახალგაზრდა წყურია, ჩრომა, რაღაცა განვითარება და მათთვის ახლა ვერონა რაღაცა ისეთი ცოტა მაღალი სტანდარტია და ახლა მესამე სართულს ვარემონტებ ჩვენი შოურუმი დაახლოებით 10000 კვადრატული მეტრი ხო. აი ეგ უნდა მეკითხა. ამეთანხმებით რომ ეს არის ძალიან დიდი მასშტაბები ახლა ყველა რაღაც სახლებში ცხოვრობდა ყველა მიცეთ ერთი სახლის ახალი შოურუმი იხსნება. ახალი სართული შეიძლება ასე ვთქვათ და დაახლოებით 3000 კვადრატულ მეტრამდე დაახლოებით ნაწილი იქნება ნახევარი ნაწილი ალბათ დაახლოებით 5-6 დღეში დასრულდება და სულად ალბათ თვის ბოლოს დასრულდება თავის ახალი კოლექციები და გავანებიერებთ ქართულ მომხმარებლებს ახალი კოლექციები კი ბატონო. როგორც უკვე ახსენეთ, შავი პარასკევი ახლოვდება და რას თავაზობთ მომხმარებლებს ძალიან საინტერესოა. მე ამასაც გავეცი ნაწილობრივ პასუხი. მაგრამ კიდე ნამდვილ შავ პარასკევს. აი როგორი არის ნამდვილი შავი პარასკევი. ნამდვილი შავი პარასკევი იქნება. ძალიან დიდი ფასდაკლებები. ეხლა იცით რა არის ვერონა გითხათ 15 წელს კომპანია არის, წარმოიდგინეთ ჩვენ ათეულობით ასე ვთქვათ სატვირთო მანქანა შემოდის ყოველ თვე ვერონა საწყობში რა. ეხლა ხო წარმოგიდგენიათ, ხან მომხმარებელი, ხან ჩვენ უშვებთ რაღაც შეცდომას და უშოთ ფერებში, ფორმებში, ხან თვითონ წარმოებელი უშვებს რაღაც შეცდომას, ასე რომ ვერონაში დაგროვდა ძალიან ბევრი ისეთი ნივთი, რომელიც დაუშვათ შეიძლება მე არ მომწონს, თქვენ არ მოგწონთ, მაგრამ იმის გემოვნების და იმის შემფასებელი და იმის ასე ვთქვათ მომხმარებელიც რა თქმა უნდა მოვაჩვენოთ. ეს სულ გვაქვს ვერონაში ესეთი ერთი და ორი ნივთი, ჩვენ შეგვიძლია ყოველდღე წარმოვაჩინოთ ვერონაში და ამით ვანებივრებთ ჩვენ მომხმარებელს და ახლა რა თქმა უნდა დამატებით არის ეს ყველაფერი და არ ვილაპარაკებ ვერ შავ პარასკევზე რამე სწორად გამიგეთ. ახლა შავ პარასკევი არის რაღაცა დროის მოკლე ინტერვალი, რაღაცა მონაკვეთი. ჩვენ უფრო მასშტაბური გეგმები გვაქვს, უფრო გლობალურად უყურებთ ამ საქმეს. ორი სიტყვით უნდა გითხრათ ვერონაზე, ხო? ორი სიტყვით ბოლოს უნდა გითხრათ ვერონაზე რა. აი რა არის ვერონა? ხე ჩემი გადმოსახედიდან რა. მე გეტყვით ასე რომ აი რენესანსის პერიოდში იყო ტიციანი ესეთი მხატვარი ერთი. რომელიც ახლა იმ დროს ახლა მოგეხს მე-16 საუკუნეზე საუბარი, ბევრი მხატვარი 32-35 წელს ცოცხლისიანმა რამოდენიმე წყაროს ცნობით 98-98 წელიწადი იცოცხლა და ბოლოს ისე დაახელონდა რომ თითებით ხატავდა, ხო წარმოგიდგენიათ რა და ისე ანაბეჭდებით დღეს არის მის ნახატებზე და რაღაცა. აი როგორ გითხრათ რა, ესე არის ვერონას გოგოები ჩვენი. ძალიან თავარია ამათის პროდუქტის მიწოდება და გოგოები ამ პროდუქტს ქმნიან რა. აი ეს ამაზე ძირითადად ვერონა. დიდი მადლობა წარმატებისთვის. რაღაცა თუ კი არ უნდა დასასრულს. არ ვემოდი. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა.